DGG-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2025 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 9%-ით. შესაბამისად, პირველი კვარტლის რეალური ზრდის მაჩვენებელი გახლავთ 9.3%. დიდი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ასევე ტრანსპორტი, დასაწყობება და მშენებლობა. მიუხედავად ამისა, კლების ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. საქონლის ექსპორტი გაიზარდა მარტში 8.2%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია 14%-ით, ხოლო პირველი კვარტლის მონაცემებით ექსპორტი გაიზარდა 5.7%-ით, ხოლო იმპორტი გაზრდილია 20%-ით დაახლოებით. 2025 წლის მარტში ქვეყანაში დარეგისტრირდა 6300-მდე ახალი ეკონომიკური სუბიექტი, რაც 1.6% აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს.